ცეკვავი ვარსკვლავები დასკვნით ეტაპზე გადადის დღეს 22 საათიდან იმედის პირდაპირ ეთერი მე-13 სეზონის ნახევარფინალს დაეთმობა. გამარჯვებისთვის 4 ვარსკვლავური წყვილი იბრძვის, რას გვიმზადებენ კონკურსანტები, მერვე ეპიზოდში სალმე შანშიაშვილი მოგვიყვება. ცეკვავი ვარსკვლავების მე-13 სეზონის დასრულებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. დღეს ნახევარფინალი გველის წინ, რომელშიც 4 ვარსკვლავურ წყვილს ვნახავთ და რამდენად მზად არიან დღევანდელი ძალიან საპასუხისმგებლო ტურისთვის, ამას უკვე შოუს წამყვანებისგან შევიტყობთ. ეკო ფანგანი და ოთარ ტატიშვილი არიან ჩემთან ერთად. გთხოვთ მოიწიოთ ახლოს, ეკო მოდი შენგან დავიწყოთ. როგორია მათი განწყობა, როგორია მათი მზაობა, აი როგორც იქნა უკვე ნახევარფინალში არიან. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, იცი რა, ნახევარფინალის მიუხედავად უფრო მშვიდად არიან, იმიტომ რომ ახლა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეპიზოდია, თუმცა შინაგანი მღელვარება არის, მით უმეტეს ცეკვავენ 2 ცეკვას და აი რა ვიცი, ძალიან გამორჩეული ნახევარფინალისტები ყავს, ალბათ ამეთანხმება ასევე ჩვენი მაყურებელი, ფანტასტიურად ცეკვავს ყველა და ნახოთ რა იქნება დღეს. ნახოთ, დარწმუნებული რომ ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებას გისურვებთ. ოთარ, ცხადია ვერ გავამხელთ წინასწარ თუ რა ცეკვებს შეასრულებენ და ეს დავტოვოთ სიურპრიზად. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, როგორი შოუ, როგორი სანახაობა გველის დღეს ნახევარფინალში. ერთმნიშვნელოვნად უმაგრესი შოუ იქნება, უკვე ითქვა რომ არის ნახევარფინალი და ერთი ნაბიჯია ფინალამდე, ორი ნაბიჯია გამარჯვებამდე და კი აქვთ ესეთი ერთი შეხედვით სიმშვიდე შენარჩუნებული, ახლა ეკომ რაც თქვა, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ნერვიულობენ. რაც შეეხება შოუს, ორ-ორი ცეკვა, ახლა მაგას ვერ ვიტყვი. აბსოლუტურად მართალი ხარ, წინასწარ ვერ ვიტყვი, ვინ რას ცეკვავს, მაგრამ აი ძალიან მაგარი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ. დიდი მადლობა წარმატებები თქვენ, ერთ სიტყვით დაელოდეთ 22 საათს დღეს ცეკვავენ ვარსკვლავების მე-13 სეზონის ნახევარფინალი გველოდება და აუცილებლად ტრადიციულად უნდა შეგახსენოთ, რომ იმისთვის რომ თქვენი ფავორიტები არ აღმოჩნდნენ პროექტს მიღმა და გადავიდნენ ფინალში, ამისთვის აუცილებელია თქვენი აქტიური მხარდაჭერა, დაურეკეთ და დაუმესჯეთ თქვენს რჩეულებს.